საგანშიდობისა მეგობრებო, დღეს 10 იანვარია და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ კვლავ ვართ ერთად ტრადიციულად პარასკევობით კვლავ ეს არის დიდი სივრცის 2025 წლის პირველი გადაცემა. შეგახსენებთ, რომ ყველაფრის მოსმენა შეგიძლიათ რადიო სიხშირეზე FM 98 და 5, ეს არის რადიო სივრცე და პრაქტიკულად ყველაფრის ნახვა შეგეძლებათ შესაბამის Facebook და YouTube არხებზე, ანუ რადიო სივრცის Facebook და YouTube არხებზე, გვერდზე, Facebook გვერდზე და YouTube არხებზე შესაბამისად. დღეს როგორც ყოველთვის ჩვენ ყავს ორი ბრწყინვალე სტუმარი, დიპლომატი და მეცნიერი კოტე ჟღენტი და ფილოსოფოსი და პოლიტიკის ანალიტიკოსი ოთარ ჭულუხაძე. ბატონო, საგანშიდობისა ძალიან მიხარია თქვენი მოსვლა. მართალი გითხრათ, გადაცემათა ციკლის და საერთოდ პოლიტიკური მაუწყებლობის გახსნას შემდეგ კვირაში ვაპირებდი, მაგრამ ვინაიდან დონალდ ტრამპს და ილონ მასკს არ ასვენებს გამჩენი, ვერც მე ვერ მოვისვენე და გადავწყვიტე, რომ დღეიდან დაგვეწყო ახალი სეზონი დაგვეწყო დიდი სივრცით. აქვე მოგახსენებთ, რომ ორშაბათიდან გავა გურამის გადაცემა, ორშაბათობით და ხუთშაბათობით შუადღის პოლიტიკა, ასევე დაგვემატება ეკონომიკური პოლიტიკა, ასევე აღდგება ჯაპანას პაპანაკება. მოკლედ, კვლავ შემოგთავაზებთ ინტენსიურად პოლიტიკური და გასართობი ჟანრის გადაცემებსაც, რა თქმა უნდა. ბატონებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზანდით და ხართ დიდი სივრცის მეკვლეები პრაქტიკულად. 5 იანვარი ის პერიოდია, როდესაც გამოვდივართ ქართველები ამ საახალწლო მდგომარეობიდან, დიდი ნაწილი საცივსაც აღარ მიირთმევს და ამ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი, ესე მიგრძნობს გული, სტარმერი, აცხადებს დონალდ ტრამპთან შემდეგს, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებენ ალტერნატივა გერმანიისთვის და ნაიჯელ ფარაჯის მხარდაჭერას, ეს ევროპისთვის ომის გამოცხადების ტოლფასად შეფასდებოდა. ძალიან მაინტერესებს, რომ გააგრძელეს. განახებთ ახლა ამ სლაიდებს, გააგრძელეს მასკი აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში. როგორ უპასუხებს ევროპა ამ აგრესიას. გარდა ამისა, საინტერესო არის თუ ნახეთ ახლა, მე მგონი ალოგიკურია სტარმერი, იმიტომ რომ რაში ადარდებს სტარმერს, მოიგებს თუ არა არჩევნებს ალტერნატივა გერმანიისთვის. ეს უფრო დიდი ჩარევაა, როდესაც ევროპული ქვეყნის პოლიტიკოსი ერევა შიდა საქმეებში და უთითებს სხვას, ვის უნდა დაუჭიროს მხარი ან არ დაუჭიროს მხარი. მაგრამ ეს არაფერი, მოკლედ სტარმერს იგივე დაემართა დაახლოებით, რაც დაემართა ოლაფ შოლცს და ჯასტინ ტრიუდოს. ამაზეც მოგიყვებით ძვირფასო მაყურებლებო. მოკლედ, ამის შედეგად სტარმერმა მიიღო პასუხი ილონ მასკისგან, ვინც უყურებს ვიდეოს დაინახავს ამ ილონ მასკის პასუხს, რომელიც გამოქვეყნდა X პლატფორმაზე. ესეთი სტარმერს მიუძღვნა 2 იარუსიანი პოსტი. არა, 2 იარუსი, სადაც სტარმერი არის თვითონ. თუ შეიძლება. არა, სტარმერი არის, ესე იგი ორად გაყოფილი. ხო, კი ბატონო, ეს რაც იყო, კი ბატონო. ესე იგი, ვინც უყურებს ამას, ხედავს, რომ ამ პოსტს შორის, ახლა ინგლისში ვითარდება სკანდალი. მოკლედ, სტარმერის პროკურორობის დროს იყო პერიოდი, როდესაც ეს კაცი, ესე იგი, სამეფოს მთავარი პროკურორი იყო, ხდებოდა შემდეგი რამ, რაც გასკდა, ასე ვთქვათ, სულ რაღაც 1 კვირის წინ, როდესაც გაირკვა, რომ დაახლოებით 1000-მდე ბრიტანელი არასრულწლოვანი გოგონა იყო პროსტიტუციის მსხვერპლი, ეს ხდებოდა ყველაფერი ინგლისში და ამ ყველაფერს განაგებდა პაკისტანური დიასპორა, მოკლედ. ირკვევა, რომ ეს ინფორმაცია ცნობილი იყო პოლიციისთვის და მათ შორის პროკურატურისთვის, მაგრამ ვინაიდან ტოლერანტობის პოლიტიკა მაშინ თავის რაღაც აკმეიზმის პერიოდში იყო, ხო? ამ ინფორმაციას მალავდნენ, ხო? და ამ პოსტში, ესე იგი, სწორედ ამას უთითებდა ილონ მასკი, რომ სტარმერი
ესე იგი ხელს აფარებდა აი ამ საშინელ დანაშაულს, ხოლო ახლა კი ესე იგი დევნის უსამართლოს დევნის უდანაშაულო ადამიანებს. რამდენიმე პოსტი ასევე გააგრძელა მას მიყოლებით, მაგრამ პოსტი რომელსაც ეხლა დაინახავთ, იქ მას კი მოუწოდებს ბრიტანელებს, რომ განთავისუფლდნენ ბრიტანელთა ტირანიისგან, ანუ სტარმერი არის ტირანი, არც მეტი, არც ნაკლები. ეს წელი კიდევ უფრო მეტად გაგვართობს, ასე მგონია. ამ დროს წავაწყდი ასეთ ინფოგრაფიკას, აქ ასახულია თუ შედარებითი ანალიზი იმისი თუ რა შემოსავლებია სულ მოსახლეზე ამერიკის შეერთებული შტატებსა და სხვა ქვეყნებს შორის. აი ეს ინფოგრაფიკა თუ შეიძლება. და აი მაგალითად, აი ამ ინფოგრაფიკაზე ჩანს, რომ ყველაზე ღარიბი შტატი ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც არის მაგალითად მისისიპი, აი არის ხო? ლურჯად. ხო, კი ბატონო, ლურჯად. უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის UK, ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, ხო? აი წარმოიდგინეთ, ესე იგი ეს ყველაფერი არის შედეგი იმ პოლიტიკის, რომელიც მიმდინარეობს ევროპელების წინააღმდეგ, მათ შორის 2008 წლიდან, მაგრამ ამას ემატება სხვა ასპექტი, მაგალითად ერთ-ერთი ასპექტი, რომელიც ხელს უწყობდა ევროპის გაღარიბებას, არის რა თქმა უნდა ის კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობს რუსეთსა და უკრაინას შორის. ეს ისე უბრალოდ საინტერესო იყო და ამიტომაც მოგახსენეთ ამის შესახებ. შემდეგ ესე იგი ეს ციფრული პერფორმანსი, ანუ ამერიკული გლობალური ტროლინგი გრძელდება და უკვე თვით დონალდ ტრამპი აქვეყნებს ძალზედ პროვოკაციულს, მეტი რომ არ ვთქვა, პოსტს, რომელშიც არის ასახული ორი ქვეყნის ტერიტორია, ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის, ოღონდ ერთი დროშის ქვეშ. ნუ ბუნებრივია, რომ ეს დროშა არის ამერიკული დროშა, აქვე არის შეზახილი დონალდ ტრამპის კანადა. შემდეგ ცირკი გრძელდება, ჯასტინ ტრიუდო აქვეყნებს პოსტს და ამ პოსტში წერს, რომ ეს არ მოხდება, ეს ვერანაირად არასოდეს არ მოხდება, კანადა არ დაკარგავს დამოუკიდებლობას, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას და ასე შემდეგ და აქვე აი ამავე პოსტის ქვეშ ილონ მასკი აქვეყნებს შემდეგი შინაარსის ესე იგი შეტყობინებას, რომ გოგონი შენ აღარ ხარ კანადის გუბერნატორი და შენს მოსაზრებებს აზრი საერთოდ არ აქვს. ამის შემდეგ არის საინტერესო, რომ მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი აქვეყნებს პოსტს, რომელშიც არის წარმოდგენილი ჩრდილოეთ ამერიკის საკუთარი კარტოგრაფიული, ანუ მექსიკური ვერსია, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩრდილოეთ ამერიკა. აი როგორც ხედავთ ამ სლაიდზე, არა, ეს არ არის ეს სლაიდი. იმ სლაიდზე უნდა იყოს ჩრდილოეთ ამერიკა მთლიანად. არც ეს არ არის ჯერ ეს მექსიკური ვარიანტი უნდა იყოს, სადაც მექსიკის პრეზიდენტის ვერსიის ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკულად მთელი დასავლეთი სანაპირო არის შესული მექსიკის შემადგენლობაში. კი ბატონო, ნუ მოკლედ მე ხა სიტყვიერად ვამბობ, რომ აი ამ ესე იგი შეინბაუმის ვერსიით კალიფორნია მთელი დასავლეთი სანაპირო არის მექსიკაში შესული. აქ უკვე ტრამპი აქვეყნებს მორიგ რუკას და ამ რუკაში უკვე ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს მთლიანად იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები, ანუ კანადასაც და მექსიკას და ძალიან ორგანულად გაერთიანებული ჩრდილოეთ ამერიკის შემადგენლობაში შედის გრენლანდიაც. მოკლედ აქ ცოტა რამ არის სასაცილო პრინციპში, მაგრამ სასაცილო არის ლიბერალური საერთაშორისო ინტერნაციონალის რეაქცია ყოველივე ამაზე, ვინაიდან ლიბერალ გლობალისტებმა დააჯერეს საკუთარი თავი და სხვებსაც აჯერებდნენ, რომ შეუძლებელია მოხდეს კონფლიქტი დემოკრატიულ ლიბერალურ ქვეყნებს შორის. აქ რაღაც ტერიტორიების მიტაცებაზეც კი ზედმეტია საუბარი, ხო? და როდესაც შენ ამბობდი, რომ არსებობს რეალ პოლიტიკა, არსებობს გეოპოლიტიკა და ხდებოდი ამ ირონიულ ღიმილს.
ხეთმაღლურსაც კი აროგანტულს ეს. მოკლედ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ და ბატონებო, სანამ დავიწყებდეთ ჩვენ საუბარს, მე ვახსენე გეოპოლიტიკა და რეალპოლიტიკა, აი მოდით ბოლო სლაიდი ვანახოთ, სადაც არქტიკა არის, აი ეს ზუსტად ეს რუკა და ამ რუკაზე ვხედავთ, რომ არქტიკის ეს იგი ტერიტორია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ რუკაზე, დაახლოებით ნახევარ ტერიტორიას, ანუ ნახევარი ტერიტორია ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, ძალიან მცირე მონაკვეთია დაახლოებით 2%, მე მგონი ესაზღვრება ნორვეგიას, ასევე ისლანდიას, გრენლანდია საკმაოდ მნიშვნელოვანი ტერიტორია, ამ აკვატორიას ესაზღვრება და ხედავთ რომ კანადას ასევე უზარმაზარი ტერიტორია და მცირე რაღაცა დაახლოებით 4%-მდე ამერიკის შეერთებული შტატების. აი ამ რუკიდან ჩანს თუ რატომ არის აქცენტირებული ტრამპის და მასკის ძალისხმევა სწორედ აი ამ ტერიტორიებზე, ვინაიდან ამ ტერიტორიებზე გარდა იმისა, რომ მდიდარია წიაღისეულით, რა თქმა უნდა, ეს აი ამ ტერიტორიაზე უნდა გაიაროს ერთ-ერთი ძირითადი სატრანსპორტო დერეფანი, რომელსაც აქტიურად ითვისებს რუსეთი და რუსეთს ამ ათვისებაში ეხმარება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ამდენად ცხადია, რომ აქ არის სწორედ რომ გეოპოლიტიკა და გეოეკონომიკა და ეს არ არის შემთხვევითი და ეს აგრესიული პოლიტიკური მარკეტინგი, რომელსაც აწარმოებს დონალდ ტრამპი ილონ მასკთან ერთად, არ არის შემთხვევითი, რომ ილონ მასკიც აქტიურად არის ჩართული, ვინაიდან იმ ინფორმაციიდან, რომელსაც ვიღებ დასავლური მედიიდან, ეს არის სწორედ რომ ილონ მასკის პროექტი, რომელიც არის მთელი პროექტი, რომელიც არის მომზადებული ილონ მასკის გუნდის მიერ, რომელშიც აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. და მოკლედ ეს არის მიზანმიმართული გააზრებული სტრატეგია. ბატონებო, პირველი კითხვა, რომელიც მაქვს, ცხადია, რომ აქ ეს პროცესები, ამ პროცესებს მინდა რომ ესე იგი თქვენც მოვახდინოთ თქვენი შეხედულებები და გაანალიზოთ და მოგვახსენოთ თუ რა ხდება, რატომ რას თქვენი აზრით, აი ეს ახალი პაქს ამერიკა, ეს ახალი მონროს დოქტრინა, ახალ იმპერიას ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები, ეს ნიშნავს იმას, რომ დატოვებენ თუ არა სხვა ტერიტორიებს. მოკლედ რისთვის სჭირდება ეს ილონ მასკს, რისთვის სჭირდება ეს დონალდ ტრამპს და აი ამ რესპუბლიკელების აი ამ შემადგენლობას, ამ ადმინისტრაციას. ბატონო კოტე, მოდით თქვენი დავიწყოთ. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და ახლა პირველი გადაცემა 2025 წლის ულოცავ თქვენ მსმენელს და მაყურებელს ყველას შობას ახალ წელს და უსურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიხარულს და ყველაფერ კარგს. და მშვიდობას ბატონო კოტე. მშვიდობას, რა თქმა უნდა, გურული ვარ და ეხლა დააფასეს გურულების სადღეგრძელო. აბა, ჩვენი სადღეგრძელო, კი ბატონო. საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა და დასტურებულიყო, რომ ყველას კარგი სადღეგრძელო. ტემპერიულად, კი ბატონო. მშვიდობის სადღეგრძელოა. და გამახსენდა კიდე ერთი გამონათქვამი, რომ არ ვიცი, მე ესე გამიგია, რომ ებრაული წყევლა რო ცვლილებების პერიოდში გეცხოვროს. ჩინელების. ხო, ჩინელების, ხო, ზოგი ებრაელებიც არსებობს მეორე შეხედულებაც, რომ ცვლილებების პერიოდში როცა ცხოვრობ, საინტერესოა ცხოვრება და ნამდვილად. კაცილები ვიდრე მდორე და ასე ვთქვათ, სხვა სიტყვები არ მინდა ვიხმარო. ამიტომ ჩემი აზრით ხდება ორი დიდი რამ, დიდი მოვლენა გლობალური. ერთი ეს არის, რომ პრაქტიკულად ხდება ვარის თქმა გაეროს ძირითად პრინციპზე, ეს არის საზღვრების ურღვევობის და პატივისცემის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპზე, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომისმე გაეროსთან ერთად. და მსოფლიო ცხოვრება და ამ პრინციპით, რომ თავარი არის კი, იქ იყო ლაბარაკი, როდესაც თვით გამორკვევაც იყო. როდესაც ხო, თვით იყო საუბარი, რომ რა თქმა უნდა, იქ ერებს თვით გამორკვევის უფლებაც აქვს და დემოკრატია, მაგრამ ძირითადი პრინციპი ეს იყო. საზღვრების ურღვევობის და ტერიტორიული მთლიანობის ქვეყნების. ეხლა მიდის ისეთი რამე, რომ აბსოლუტურად ამას
არანაირი უკვე ყურადღება არ ექცევა და ისეთი რეალობის წინაშე დგებით 2025 წლის დასაწყისში, რომ აბსოლუტურად სხვა სინამდვილეში უნდა იცხოვროს მსოფლიომ და სხვა მსოფლიო წესრიგი უნდა ჩამოყალიბდეს. ეხლა ყველა დიდი ცვლილების მერე ახალი მსოფლიო წესრიგის შემოღებას ცდილობდნენ ყოველთვის. ესე იყო პირველი მსოფლიო ომის მერე, ესე იყო მეორე მსოფლიო ომის მერე, ასე იყო ცივი ომის მერეც, მაგრამ ვერ მოხერხდა ამ ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა, თუმცა ძირითადი პრინციპები, აი ეს გაეროს პრინციპები, ამას თითქოს ყველა ეთანხმებოდა. ეს ერთი მოვლენა და მეორე ღია ბრძოლა, გამწვავებული ბრძოლით იწყება 2025 წელი ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის. ეს თუ გნებავთ იდეოლოგიურად და იდეოლოგიურ პოლიტიკურად შევხედოთ ამას და რამდენიმე ქვეყანაში მსოფლიოს ეს მიდის. დაწყებული ყველაზე ძლიერი, დასავლეთის ყველაზე ძლიერი წამყვანი ქვეყნიდან ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამერიკის შეერთებული შტატებში რამდენიმე წლის უკან რო ეთქვა ვინმეს რომ თუნდაც ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მე მგონი ესე მწვავეთ ეს არ იდგა რომ თქვათ არა მხოლოდ ტრამპის გამონათქვამებიდან და მისი წრის და მისი ასე ვთქვათ თანამებრძოლების თუ შეიძლება ასე ითქვას და გუნდის არამედ ნუ არ ჩანდა ესეთი ღია დაპირისპირება ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის. მით უმეტეს ჩვენ წინა გადაცემაში თქვენთან თუ გახსოვთ ვისაუბრეთ ამ bipartisan policy-ზე და ორ ესეთ მიდგომებზე, სადაც დემოკრატები და რესპუბლიკელები ცდილობდნენ საერთო მიდგომები და ეხლაც ეცდებიან ძალიან ბევრ საკითხში ამის კი არა გამოვიდნენ და განაცხადეს უკვე დემოკრატებმა ამის თაობას. მაგრამ აი ეს ორი რაღაც ხდება აშკარად ძალიან ესეთი თვალნათლივ წარმოჩინდება 2025 წლის დასაწყისში და მე მაგალითად პირადად არ ვიცი, მე ვერანაირად ვერ გავაკეთებ პროგნოზს, რითი შეიძლება დამთავრდეს ეს. ეხლა ნამდვილად შორსა ვარ იმასდრისგან გულახდილად გეტყვით, რომ ეხლა ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში მიერთებს თქვათ იქ კანადას და თუმცა უფრო გრენლანდიას დიდი შანსით გრენლანდიაში ალბათ რაღაცა მოძრაობების შანსები უფრო იქნება ახლა ვიდრე კანადის. ნუ იქ პანამის ყურის, პანამის სრუტის საკითხია, ამ პანამის სრუტის საკითხთან დაკავშირებულია ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები. სხვათა შორის სიმბოლურია ბატონო კოტე, თქვენ ადევნებდით გუშინ კარტერის დაკრძალვის ცერემონიას. არადა პანამის არხი პანამელებს დაუბრუნდათ ზუსტად ჯიმი კარტერის დროს. კარტერი გარდაიცვალა და კარტერის ხელშეკრულება. კი ბატონო, მაგითი. ამიტომ ნუ თუ იმას დაუბრუნდებით იმ გამონათქვამს რომ საინტერესო არის ცვლილებების პერიოდში ცხოვრება კი საინტერესოა, როცა შორიდან უყურებ უფრო საინტერესოა ალბათ, მაგრამ როდესაც ეს პროცესები ნამდვილად შეეხება მცირე პატარა სახელმწიფოებსაც და ნამდვილად შეეხება ჩვენ ქვეყანასაც, ეხლა მე შეხებაც არის და შეხებაც ზოგჯერ არის ეს ვთქვათ პირდაპირ ინტერესები, ზოგჯერ არის ნუ ისევ და ისევ უნდა გავიმეოროთ რომ ყველა სახელმწიფოს ზის და პატარას პირველ რიგში თავის ინტერესები აქვს და ცდილობს თავის ინტერესები დაიცვას, მაგრამ ისეთი საკითხი მაგალითად რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ურთიერთობა, დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობა, რომელშიც უდიდესი ნაწილი იქნება უკრაინასთან დაკავშირებული, თუ როგორ მორჩება ეს უკრაინაში ომი, როდის, როგორ, რა პირობებით და რა კონფიგურაციას მიიღებს ამის მერე ურთიერთობები დასავლეთსა და პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეს ხო პირდაპირ გავლენას მოახდენს ჩვენზე. და საქართველოზე და ამიტომ ამ კუთხით უნდა ვიფიქროთ, ჩვენი გვტკივა და ჩვენი გვაფიქრებს და ამ კუთხით უნდა ვიფიქროთ პირველ რიგში. მე მგონია თუ აი მრავალვარიანტული ხო, ყოველთვის საუბრობდნენ ხოლმე და მე ბოლოს უკვე ძალიან ნაკლებად ეხა ამ ბოლო დროს დაიწყეს ისევ გახსენება, რომ ჭადრაკის პარტიასავით რამდენიმე სულით ადრე უნდა კონდეს გათვლილი სულ ყველას, რასაც აკეთებს სახელმწიფოს გულისხმობ. მე რა თქმა უნდა რეალ პოლიტიკიდან გამომდინარე დიდ და ძლიერ სახელმწიფოს მეტი საშუალება აქვს და მეტი სულა გაითვალოს და მეტი გაითვალისწინოს. უფრო ნაკლები შედარებით პატარა და პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სამხედროდ თუ გნებავთ თვალსაზრისით სახელმწიფოებს, ისინი დამოკიდებულები არიან მაინც ძლიერთა ამათა ქვეყნის გადაწყვეტილებებზე.
real პოლიტიკას რო power politics ქვია სხვანაირად, ეს ყველაზე უფრო ეხა ჩანს მე მგონი. რა თქმა უნდა, ეს უკვე არანაირი soft power-ი აღარ არის. ხო, აი soft power-ი ყავს ილონ მასკი. power politics გამოდის და აი რა ჩემთვის მაგალითად პირველ რიგში როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის, ადამიანისთვის, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობებს და მუშაობს ამ და ეს არის საინტერესო. თუ ჩემ ქვეყანაზე რა გავლენა იქნება ამას ყველაფერს. მე ველოდები რომ დავამთავრო ეს ჩემი ასე ვთქვათ შესავალი თუ გამოსვლა არ ვიცი რა ქვია. ველოდები აი საბოლოოდ ყველა იმ მოვლენის დასრულებას, რასაც ჩვენ ვისმენდით 24 წლის ბოლოს და ორი დარჩა. ეს დარჩა 20-ში ინაუგურაცია და ახალი ხელისუფლება, ახალი მთავრობის მოსვლა, ახალი პრეზიდენტის და მისი გუნდის ამერიკის შეერთებულ შტატებში, აი ეს და როგორ დამთავრდება ომი უკრაინაში. როდის და როგორ, რა პირობებით. აი როცა ეს ორი რამე უკვე დასრულდება და რაღაც გარკვეულ შედეგს მაინც მივიღებთ, რაღაც მონახას, კონფიგურაციას. მაგრამ უკვე შეგვიძლია მე მგონი უფრო იმათ თქვა თუ აი საქართველოსზე რა გავლენა იქნება იმ ჩამოყალიბებულ სიტუაციას აი მეორე მოვლენის მერე რაც მოხდება. მე იმ დროს ვამბობდი ერთ-ერთი კი არა მე მგონი დავწერე რომ deep state-თან ბრძოლა, ამერიკის შიდა პრობლემები, მერე კანადა, მერე გრენლანდია, მერე პანამა, მერე ჩინეთთან ურთიერთობა, მერე რუსეთთან ურთიერთობა, მერე იქ ისრაელი და ახლო აღმოსავლეთია, მერე ირანია. და აბა თუ მიხვდებით მეთქი საქართველოს რომელ ადგილზეა ამ საკითხების მერე იმ პრობლემებში რომელთაც დაინტერესდება ახალი ადმინისტრაცია ტრამპის. ხო და ნუ ცოტა პესიმისტური კი არის, მაგრამ მე მგონი რეალისტურია და. არა, ეს პესიმისტური არის, რეალისტურია და უნდა გავითვალისწინოთ პირველ რიგში. მე აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ჯობია ჩვენ აი ესე ვაკვირდებოდეთ ამ პროცესებს გვერდიდან. მე სხვათა შორის სულ მიკვირდა, როდესაც ოპოზიციას თავისი აი აღშფოთებით გამოთქვამდა, ჩვენ გამქრალები ვართ საერთაშორისო რადარებიდან და უნდა გაქრე ამ საერთაშორისო რადარიდან საერთოდ და ხელოვნურად არ უნდა ქმნიდე ამ საფრთხეებს შენ თვითონ რაც დღეს ხდება საქართველოში. ამდენად აქ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, მე იქ არის მაკრონის პასუხები, ეს მაკრონის განსასაცილოდ გამოიყურება, როდესაც პირდება დაცვას გრენლანდიას ამერიკელებისგან. მაკრონმა უნდა დაიცვას. მოკლედ ბევრი რამ ხდება, ოთო, მათ შორის ის რომ დონალდ ტრამპის შვილმა გუშინ წინ მოინახულა გრენლანდია, მოსახლეობა, ვიდეოც კი ვნახე, სადაც ეს გრენლანდიელები პრაქტიკულად ეხმოწებიან, ესე იგი თხოვენ, რომ ჩვენ დიდი სიხარულით შევოთ ამერიკის შეერთებულ შტატების შემადგენლობაში, ჩვენ გვაქვს პრობლემები ჯანმრთელობაში, ჩვენ გვაქვს პრობლემები იქ რაღაცა სხვა სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, რა თქმა უნდა, ამერიკა არის დიდი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდა, თუ კი გვიყიდით. და ტრამპი აქ აქცენტს სწორედ ამაზე ამბობს, სწორედ ამაზე ახდენს. მე მინდა ვიყიდო გრენლანდია. მე მინდა ვიყიდო გრენლანდია. აქ არც თვითგამორკვევაზე არის საუბარი. არც კანადას და არც გრენლანდიას არ სთავაზობს მაგალითად რეფერენდუმის ჩატარებას. პირდაპირ ეუბნება. გრენლანდია თქვენ თუ გინდათ გახდეთ დიდი ამერიკის ნაწილი, შემოგვიერთდით. კანადელებო თუ გინდათ რომ არ გაგიძვიროთ ცხოვრება და არ გაგიზარდოთ 20%-ით რაღაცა ეს თქვენი საექსპორტო მუხლები რაც გაგაჩნიათ, ასევე შემოგვიერთდით. ოთო რას ფიქრობ შენ ამასთან დაკავშირებით? ნუ სახალისო ხდება ცხოვრება გეოპოლიტიკურ არენაზე და ცხადია ამ შემთხვევაში ჩვენ დამკვირვებლის როლი ძალიან დიდი ფუფუნება, რაც საბედნიეროდ ქართველი ერის სიბრძნიდან გამომდინარე 2024 წელს ჩვენ მოვირგეთ და ახლა შედარებით 7-ად თუმცა სიფრთხილით შეგვიძლია დავაკვირდეთ გეოპოლიტიკურ მოვლენებს. ნუ რასაც ვხედავთ, ეს არის ჩემი აზრით ახალ მრავალპოლოსიან სამყაროსთან ამერიკული სისტემის გადაწყობის მცდელობა. ხო ის უკვე ხა როდესაც ანალიტიკოსები ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც ერთპოლოსიანი სამყარო დასულდა, რომელმაც რეალურად ძალიან მცირე ხანი იარსება და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს უფრო ნაბახუსების ბუფერული არსებობის მოდუსი იყო, ასე ვთქვათ.
ამას ხადია ხვდებიან ის რეალური ტვინები, ვინც მართლა ტოპ ტვინები არიან და ქმნიან იმ სტრატეგიულ კვლევით ცენტრებში ამერიკის პოლიტიკას. ამ მხრივ ამერიკა ერთგვარად ცდილობს თავისი ტრადიციული არეალების გაფართოებას და იქ კონკურენციაში ღიად შესვლას და ეს არის ცხადია ეს ატლანტიკური სივრცე და ეხლა რაც შენახსენე ეს არის არქტიკის სივრცე, სადაც რუსეთი და ჩინეთი აქტიურად მოღვაწეობენ. შეგახსენებთ მაგალითად რომ 2018 წელს ჩინეთმა Near Arctic State უწოდა საკუთარ თავს, ანუ თითქმის ახლო მყოფი არქტიკულ ქვეყანასთან, რაზეც მაშინდელმა ტრამპის სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ძალიან ასე ირონიულად თქვა, რომ ის ძალიან შორს არის არქტიკული ზონიდან, ხო? ასევე გასახსენებელია, რომ რუსეთი ყინულმჭრელებს ძალიან დიდი ხანია უკვე ბოლო 10 წლეული ამუშავებს ამ რეგიონში, რომლითაც ხადია ხდება დამოკლება მთელი რიგი სამარშრუტო არეალებისა, იგივე ჩინეთიდან პირობითად როტერდამის პორტში რო წახვიდეთ, დაახლოებით ერთი თვით ნაკლები ჭირდება, ვიდრე ახლა ტრადიციული გზით შეიძლება დაჭირდეს. და გრენლანდიის მეშვეობით შეიძლება დაიბლოკოს ეს გზა. ეს გზა დაიბლოკოს და ასევე კანადაც არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ დასავლეთის გასასვლელი თუ ესე შეიძლება ვთქვათ, არის ერთ-ერთი ქვეყანა კანადაზეც გადის, ხო, ეს რომელიც ასევე ამოკლებს პოტენციალში ამ იმზას, ასე ვთქვათ, უკვე პანამის არხიდან გადიან. აი სწორედ ეს პანამაზე, ამ გრენლანდიაზე და კანადაზე აპელირება არის ამერიკის ტრადიციული საზღვაო ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ლოგიკის წინაპლანზე წამოწევა, ანუ ეგრეთ წოდებული offshore balancing-ი, სადაც ჩვენ უკვე ცდილობ არა იმდენად ვთქვათ, აი ევროპა, აი ვთქვათ, მაგალითად პირობითად საქართველოში დემოკრატიის გავრცელებას LGBT ფერებში, ან უკრაინის რა ვიცი, უკრაინის გაბწყინებას დემოკრატიულ შუქურად ან რაღაც ეგეც, ანუ რუსეთის საზღვრებიდან წამოწევას და რაღაც რეალ პოლიტიკურ სივრცეში დაბრუნებას. ეს ცხადია არ ნიშნავს, რომ ამერიკა კეთილი გახდა, ან ბოროტი გახდა, ის როგორც იმპერიული, უბრალოდ იმპერიის ადაპტაციის სხვა მოდუსი ჩაირთო ტრამპის სახით და უნდა ვთქვათ, რომ ნეოლიბერალურ კაპიტალიზმს მთლიან კაპიტალიზმს აქვს ეს უნიკალური თვისება, რომ ის არის ძალიან საშინლად ადაპტაბელური სისტემა, განსხვავებით იგივე იმ კომუნიზმისა, რომელმაც ვერ გაუძლო ამ დინამიკას. ანუ აქ აი ეს პლურალიზმი, ხო, რასაც ჩვენი ლიბერალები მოქნილობა, რასაც ჩვენი ლიბერალები გვეუბნებიან, რა შეხედეთ ამერიკა რაღაც აზრით მართლა ესე, იმიტომ რომ იქ მაგალითად ერთი სტრატეგია არ მოშუქება, ჩამოიწერება ეს ერთ პარტიაზე, როგორც ახლა ვთქვათ, უკრაინის მხარდაჭერა ჩამოიწერა ბაიდენის ადმინისტრაციაზე და გადაეწყო სისტემა. ანუ ეს მოქნილობა რა საერთო საზღვაო ცივილიზაციის ახასიათებს, აი ამ მოქნილობის გამოვლინებაც არის ეს ტრამპის და მასკის ეს მიმართვა და ეს მიმართვები კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, არ არის იმდენად გრენლანდიელების და კანადელების მიმართ, ამიტომაც რუსების და ჩინელების მიმართ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმები. მოდით რა ორივე შეეხეთ ამ საკითხს, მოდით გავაგზავნოთ საუბარი აი ამ კუთხით, სულ რაღაც 3 დღის წინ ტრამპს ჰქონდა პრაქტიკულად საპროგრამო სპიჩი. სადაც შეეხო მათ შორის ამ საკითხებს, რომელიც ეხებოდა რუსეთს და უკრაინას, მათ შორის. ამ სპიჩში ის ნაწილი ეხებოდა რუსეთ-უკრაინას, მომეჩვენა ეგრე, კომპლიმენტარული იყო რუსების და პუტინის მისამართით და პირიქით. არაფერი მსგავსი უთქვამს უკრაინელებთა მიმართ. თქვა რომ ეს რა თქმა უნდა ეს ბუნებრივია რომ ეს რუსეთს აქვს ეს ინტერესი რომ ნატოში უკრაინას არაფერი ესაქმება ნატოში რომ ის ბაიდენის იყო დაპირება რომ გაანადგურა ეს ქვეყანა და ეს არის ბაიდენის ავანტიურა ნუ ეხლა მე უტრირებ მაგრამ პრინციპში შინაარსი არის ეს და ნახეთ ესე იგი დასავლეთი როგორ რა არგუმენტებით უპირისპირდებოდა რუსეთს რომ რუსეთი ახორციელებს ოკუპაციას სხვა ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობას. ტრამპი აკეთებს იგივეს. მათ შორის არ გამორიცხავს სამხედრო გზით შემოერთებას. თუ კი, ნუ აი ეს ერთი რეპლიკა ქონდა ესეთი, ხო? აი ამ თვალსაზრისით თქვენ ახსენეთ, ბატონო კოტე, აი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. აი თუ კი ტრამპმა რასაც ეძახიან დილ, ხო? აი ეს რაღაცა შეთანხმება. გარიგება. ხო, აი გარიგება ალბათ უფრო სწორია, საქმოსნების გარიგება. კი ბატონო. აი ამ გარიგების შედეგად
შეიძლება თუ არა მოხდეს ეს გარიგება და შეიძლება თუ არა მოხდეს გარიგება რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით და ამ შემთხვევაში რუსეთის ინტერესი არის ეს გამოცხადებული 4 რეგიონის აღიარება რუსეთის შემადგენლობაში ყრიმის გარეშე გულისხმობ ლუგანსკ, დონეცკს, ზაპოროჟიეს და ხერსონს და უკრაინის ნეიტრალური სტატუსი კიდევ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ანუ აი დარჩენილი უკრაინის ნეიტრალური, ანუ ნატოში გაწევრიანების უარის თქმა იგულისხმება და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ასევე. აი თქვენ როგორ ვფიქრობთ? რომ დავიწყოთ იმით, რაც თქვენ ბრძანეთ, აკა. რომ უფრო კომპლიმენტარული მომაჩვენა რუსეთს ეს მე მგონი ისევ და ისევ რეალპოლიტიკის გაგრძელება თავის თანასწორს ელაპარაკება, უფრო უწევს ანგარიშს. თავის თანასწორს, ანუ ზესახელმწიფოს. ვიღაცა თulis რუსეთს ისევ ზესახელმწიფოდ აღარ თulis. ფაქტია, რომ უკრაინის დონის სახელმწიფო ნამდვილად არ არის, ხო? ამიტომ ზესახელმწიფო ესაუბრება ზესახელმწიფოს პირველ რიგში და პირველ რიგში ითვალისწინებს იმის ინტერესს. და შემდეგ უკვე სხვა შენ წაიგე უკრაინის თავზე ბრენდლანდი სხვა სახელმწიფოს ინტერესებს. აი ეს არის ამის მაჩვენებელია ტრამპის ეს დამოკიდებულება. და სხვა შორის როცა თქვენ საუბრობდით ამ მრავალპოლუსიან და თქვენს გააგრძელეთ მე სამყაროზე მე მაინც მინდა გავიხსენოთ რომ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ლაპარაკია ქალბატონ სალომეზე და კისინჯერის სტიპენდიაზე. კისინჯერის დიპლომატია მინდა გავიხსენო რომელიც 99 წელს გამოიცა შვიდში მე მგონი პირველი გამოცემა საერთოდ და იქ ბოლო თავში ეწერა რომ 4 პოლუსი დარჩებაო ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები ერთ პოლუსიანზე ალაპარაკობდა ეს 90 წელზე ადრე ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთი ჩინეთი და ევროპა ევროკავშირი თუ შეძლებს ის ჩამოყალიბებას როგორც ერთიანი პოლიტიკური ძალაო ეს ვერ მოხდა ის უკვე ფაქტია აშკარად ვერ მოხდა ამიტომ დარჩა ისევ ის სამი სამპოლუსიანი გამოდის თუ ზესახელმწიფოებს მეტნაკლებად ბატონო კოტე და აი ძალიან საინტერესო თქვენ ახსენეთ და ნახეთ აი ეს გარიგება უკრაინის ხარჯზე და ნახეთ ახლა ტრამპი რას აკეთებს. ხო, აი რომ დავამთავრო უბრალოდ. მე მინდა რომ აი ეს დავამატო რომ ფოკუსირება სწორედ ამ მომენტზე მოახდინოთ. თქვენ თქვით რომ დაასახელა 4 ძირითადი აქტორი, ხო? თავის დროზე კისინჯერმა. აი ამ გარიგებით ეს ხო ნიშნავს ევროპის კიდევ უფრო დიდ დასუსტებას. ეს ხო უკვე ევროპელების მარცხია, ვინაიდან ტრამპი არიღებს პასუხისმგებლობას, აბრალებს ბაიდენს და ცხადი ხდება რომ ევროპამ უნდა გაუწიოს ეს დახმარება უკრაინას ამ შემთხვევაში, რასაც ალბათ რთულად თუ შეძლებს და ამდენად უნდა აღიაროს საკუთარი მარცხი. ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ ტრამპმა ამით შეიძლება საერთოდ გამოთიშოს ევროპა ამ დიდი გეოპოლიტიკური თამაშიდან. მე უფრო ვიტყოდი უფრო დიპლომატიურად გამოთიშოს არა თავის ადგილი მიუჩინოს. თქვენ უფრო კაცი ხართ ახლა. მე ეგრე მგონია. არ არის ტრამპის ბრალი ნამდვილად და არც ერთი ამერიკის პრეზიდენტის რო ვერცერთ საკითხში ევროპა თვითონ ვერ თანხდება ერთმანეთში. დაწყებული ენერგეტიკიდან პირველ რიგში, რომელიც მუდმივად სურს შიგნით და ეხლა მით უმეტეს თუ სლოვაკეთთან დაკავშირებულ და უნგრეთთან დაკავშირებულ და სხვა ქვეყნებთან და იმის მერე რაც შეწყვიტა ტრანზიტი გაზის რუსული და ის რაც მოყვა, ნუ ეს ენერგეტიკული საკითხი კიდევ უფრო წინ წამოვიდა. რამდენი ხანია ევროპა ცდილობს საერთო ენერგეტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბებას და ვერ ჩამოაყალიბა. ამას გარდა არის კიდევ ბევრი სხვა საკითხები, იქ სოფლის მეურნეობის დოტაცია, იქ ხა ყველაფერს არ ჩამოთვლი ევროკავშირში რა პრობლემებიც არის, განსაკუთრებით ახალ ამის მოსმენა არანაირად არ უნდა ჩვენ იმას, რა ქვია, ოპოზიციას. რომ მაგალითად ბულგარეთი, რუმინეთი ეს ყოფილი საბჭოთა ქვეყნები როგორ დაზარალდნენ აგროკომპლექსის განადგურებულია პრაქტიკულად და რას ნიშნავს ეს დაწყობილი ტრეილერები პოლონეთში საზღვართან რის შედეგია ეს ეს ეხა გინდა ამის მოსმენა არ გინდა და თეორიულად რო გაითვალისწინო უცბად ეხა შენ ევროკავშირის წევრი ხარ და შენზეც ვრცელდება ეს მე რა ვშვები ხო და ამიტომ უბრუნდები ისე იმას რომ არ არის ამერიკის ბრალი რომ ეს ევროპა ვერ გახდა ერთიანი ორგანიზმი პოლიტიკური ვერანაირად და არ ქვეს ევროკავშირი კი ბატონო მაგრამ ნუ ვერ გახდა
და ამიტომ აი ისევ და ისევ თამაშის წესებს დაწერენ ზესახელმწიფოები ტრადიციულად და აი აქ უბრუნდებით ისევ რას შესთავაზებს რუსეთს ტრამპი. ტრამპის ადმინისტრაცია. იქ არის იყო ესეთი რამდენიმე ის წავიკითხე და გავიგერო ესეთი განცხადებები იყო რომ რას მოსთხოვს რა ქვია ტრამპი რუსეთს აფერს არ მოსთხოვს. ტრამპი რუსეთს შესთავაზებს რაღაც საკითხებს რომელზეც რეალურად შესაძლებელი იქნება მოლაპარაკება. და მე მგონი აჩვენა გრენლანდიის მაგალითად. ვერაფერს ვერ მოსთხოვს, არ მოსთხოვს ელემენტარულად, იმიტომ რომ კარგად ხედავს და კარგად იცის, შეხედრია პუტინთან დასაუბრებია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ზოგიერთი ნაცნობისავი თვალებში ჩახედული აქვს და სხვა რამეები აქვს დანახული იმ თვალებში, ვიდრე სხვებმა დაინახეს იმ პუტინის თვალებში თუ გახსოვთ. 20 წლის წინ იყო და პუტინის თვალები შეიცვალა მას შემდეგ რა. ჯერ ბუშმა დაინახა და მე მიშას ააკეთა. მე მგონია რომ მან საუბარი იქნება მე ჩემი აზრით ძალიან ესეთი ზომიერი პროგნოზით ყირიმზე ლაპარაკი საერთოდ არ იქნება მაგაზე დარწმუნებული ვარ რომ ვარიანტი არ მოთხოვს ყირიმის დაბრუნება ან რაღაცა და თუნდაც შორეულ პერსპექტივაში მე მგონია რომ შემთხვევით არ გაჟონა იმ ნათქვამმა რომ რუსეთის მხრიდან რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ თუნდაც 20 წლით მორატორიუმზე ნატოში უკრაინის გაწევრიანების. ესე იგი სადღაც დაისვა ეს საკითხი ეს 20 წელი სადღაცა იყო ნათქვამი. ნატოზეც ვილაპარაკებთ. ხო. ამიტომ მეც მგონია რომ მან ერთადერთი გამოსავალი იქნება ნატოზე ვარის თქმა უკრაინის მხრიდან. რაზეც შეიძლება რუსეთი დათანხმდეს. მე საუბრობ იმებზე, რაზეც შეიძლება რუსეთი დათანხმდეს და აქედან გამომდინარე ამას რო ესმის ეს ტრამპის ადმინისტრაციას ამიტომ რეალურ რაღაცებს შესთავაზებს. ეს ორი მნიშვნელოვანი ყველაზე ძირითადი რაღაცაა და მესამე ყველაზე ძირითადია, რასაც ითხოვს ბატონი ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიებს. უსაფრთხოების გარანტიები, კი ბატონო. აი რა დონეზე და ვინ იქნება მზად, რომ უკრაინას მიცეს უსაფრთხოების გარანტიები. მოდი ხა ისე რეალობას დაუბრუნდეთ. ლიტვა. რა შეიძლება ვინ შეიძლება მიცეს უსაფრთხოების გარანტია უკრაინას? ხა ევროკავშირი უკრაინას უსაფრთხოების გარანტიას ვერ მიცემს, ეს ნათელია, ხო? ისევ და ისევ შეიძლება ეს უსაფრთხოების გარანტიები მიცეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისევ გარიგების ან მოლაპარაკების შედეგად რუსეთთან და იქნება ჩინეთთანაც. რა ვიცი, აი მე ასე მგონია და დიდი მადლობა პასუხისთვის ოთო. მოდი მაშინ ეს რაკი ბატონმა ეს თავისი მოსაზრება გამოთქვა. ჩვენ გავაგზავნოთ თემის განვითარება ანუ ცხადია რომ ტრამპის ეს და ილონ მასკის ეს აქტიურობა ეს არის მინიშნება მათ შორის ჩინელებისთვის და პუტინისთვისაც რომ კი ბატონო თქვენი რაღაცები გჭირდებათ მაგალითად ჩინეთს გჭირდებათ ტაივანი შენ გჭირდება გადაიკიდე ამ უკრაინას მაშინ მე წავიღებ გრენლანდიას ნუ ესე ხდება რა აი პირდაპირ ცინიკური ვაჭრობაა გარდა ამისა აი კანადაზეც ვიფიქრებ მე არ ვიცი რისთვის სჭირდება აი კანადა პრაქტიკულად ისედაც მე ყოველთვის შტატად ვიჩნევდი ახლა არავის არ ეცნობს მათ შორის ჩვენს კანადელებს როგორც ეძახდა ხომ საბჭოთა კავშირის მე-16 რესპუბლიკას ან მონღოლის ხო და ამ თვალსაზრისით უკვე შეიძლება აქ უკვე პუტინიც დაფიქრდეს ანუ შეიძლება მისთვის საკმარისი არ იყოს ის რაზეც თუმცა უნდა ვთქვათ ობიექტურად რუსეთს ძალიან უჭირს უკრაინაში. ნუ ნელი ტემპებია. ეხლა უკრაინას მართალია კი შეიძლება ითქვას რომ მთელი ნატო უპირისპირდება რუსეთს, მაგრამ ფაქტია რომ 3 წლის განმავლობაში რუსეთი ეომება, ბოლოს ეომებოდა ეგრე გერმანიას. ნუ ავღანეთში იყო, მაგრამ ავღანეთში სხვა რაღაცა ხდებოდა პრინციპში. მსხვერპლი დიდი საკმაოდ.
ეკონომიკაში უკვე პრობლემებია. ინფლაცია რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქვს დაწესებული, მე მგონი 21-22% საბანკო განაკვეთი და ეს მხოლოდ გაუარესდება. ანუ რესურსის ამისოს რომ ეს გააგრძელოს ინტერვენცია პრინციპში, ნუ კიდე შეიძლება ერთწლიანიც გქონდეს. ხომ არ ფიქრობ, რომ ამ გარიგების უკან დგას კიდე უფრო გლობალური დღის წესრიგი დადგეს. მაგალითად არ არის აქ არავისთვის საიდუმლო რომ ორბანს განსაკუთრებული ურთიერთობები გააჩნია, ფიცოს განსაკუთრებული ურთიერთობები გააჩნია. ეს ორი ქვეყანა ესაზღვრება რუსეთს. ასევე აი ეს ახალი კოალიცია, რომელიც შეიქმნება ავსტრიაში უკვე თავისუფლების პარტიის მეთაურობით, ასევე იქნება კომპლიმენტარულად, ანუ იკვეთება მთელი სუბრეგიონი, რომელიც გადის ბალკანეთისკენ, ამდენად შეგვიძლია თუ არა მივიღოთ რუსეთის გაძლიერება ევროპის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში, სამხრეთით. ეს ხადია იგულისხმება, ანუ გაძლიერებაში ყოველ შემთხვევაში ის რაც აი წეგანო ახსენეთ როგორც მაშინ იყო ხო, რომ აი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები იყო ერთგვარი ბუფერის უსაფრთხოების ბუფერი, სწორედ აი ესეთი ტიპის უსაფრთხოების ბუფერს იტყობს. ახლა ხშირად არის ხოლმე ესეთი ლიბერალური შემოდავება, რომ აი ფინეთი და შვედეთი ხო მიიღეს ნატოში და იქიდან რო დაარტყას, ახლა ეგრე შეგვიძლია რუკას მოატრიალოთ ეს დედამიწა ევროპას გლობუსი და აღარ შევხედო თქვა ამ ევროპოცენტრულად და უკრინა დავინახოთ და ეგ მაგალითად რუსეთის ქალაქი ლავრენტია არის თუ ზუსტად მახსოვს რაღაც 300 კილომეტრით ამერიკის ქალაქთან, ანუ ამერიკა და რუსეთის, ანუ ალასკის და ბერინგის სრუტე ყავს. ხო, ანუ ეს არგუმენტი არ არის ვალიდური, იმიტომ რომ ის არეალი არის მოწყვლადი ღია ჭრილობა, იქ არის ეთნიკური მდგენელი, იქ არის ისტორიული მდგენელი, იმიტომ რომ იქ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქების უმრავლესობა არის რუსი მეფეების აშენებული და ის თვლის მას თავისად, განსხვავებით იგივე ფინეთისგან. მან იცის, რომ იქ დასავლეთ უკრაინული სეპარატიზმი არის ბევრად უფრო საშიში მოვლენა, ვიდრე თქვათ სოციალ-დემოკრატიულ სამოთხეში მცხოვრები შვედები და ფინელები. სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისითაც უკრაინა არის უზარმაზარი ქვეყანა, პოტენციალური სიღრმე არის დიდი. ხა ფინეთს რა სტრატეგია გარდამისა ფინეთს აქვს თავისი 20 საუკუნის მაგალითები გაკვეთილები. ევროპის ცენტრია ყველაფერს თავი რა დავა. ევროპის ცხადია და აქვს ეს ასე ვთქვათ სიღრმე სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი იყო საბჭოთა დროს და სწორედ ამიტომ არის უკრაინა და არა იმიტომ რომ ის უბრალოდ ესაზღვრება, ხო? საქართველოს შემთხვევაში იმიტომ რომ ეს არის მოწყვლადი რეგიონი ეთნიკურად მრავალფეროვანი ჩრდილო კავკასიაზე, ასე ვთქვათ, დარტყმის პლაცდარმი, რაც ასევე სუსტი წერტილია რუსეთის და ამიტომაც განიხილება საქართველოს და რუსეთი ერთ კონტექსტში. რაც შეეხება რუსეთის იმასაც შენს ასე ვთქვათ რეპლიკასაც გამოეხმაურები, რომ ეს ეკონომიკური სირთულეები მესმის ხადია ეს არსებობს, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ დაახლოებით უკვე ძალიან მაღალი ციფრებია, მე მგონი 30%-ამდე იყო თუ რაღაც თუ არ მეშლება, რომელსაც ის დახარჯავს, ასე ვთქვათ, თავდასხმისკენ მიიმართება. მუშიკოს რაღაც 6.8%-ზე იყო საუბარი. ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ანუ როდესაც შენ აწარმოებ ამ იარაღს, ხო, უკვე რუსეთი, რომელიც შედარებით თვითკმარია, ხა თვითკმარი სრულად არავინ არ არის, მაგრამ ანუ შენ ეს იარაღი უნდა გახარჯო. და პლუს ამას ემატება ის რუსული ნაციონალისტური თუ ძერჟავნიკური განწყობები, რომელიც ამბობს, რომ მიაწექით ბოლომდე, ხო? ახლა პუტინმა რო თქვას, ახლა მე აქ იპოთეკური სესხები გამეზარდა, ეს არ იქნება ასე ვთქვათ პრაგმატული ნაბიჯი მისი მხრიდან, იქიდან გამომდინარე მაგალითად, რომ რუსეთის რეგიონებში გადავსებულია მოთხოვნები, რომელსაც უნდათ ფრონტზე წასვლა და პირიქით არ უშვებენ ხალხს ფრონტზე, იმიტომ რომ რაც კოტირება რო თქვათ პირობითად რაღაც სოფლიდან 200 კაცი რო უნდა მიდის 500 რომ ომში, ანუ ომის დაკვეთა არის, იმიტომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელიც ომში ასე ვთქვათ ფხიზდება და ომის სულის მატარებელია, ხო, ანუ ომში რაღაც ძლიერდება, ხო, ხა ჩვენ რო ვიცოდით უკვე ჩვენ გვახსოვს ომის დაწყებამდე ჩვენ ისტორია ომობს. საუბრობდით, რომ ხა როგორ ფიქრი იმისა, რომ სანქციები ჩამოშლი რუსეთს არის
რუსეთის ანუ უცოდინრობა, იმიტომ რომ არ ჩამოიშლება. ხო, ხა ის ესეთი ჰიპერტროფირებული კუბა ვერ ჩამოშალეს. ჰიპერტროფირებული ისო თქვათ ის არაყით და რაღაც ძეხვით წავანო, ეხ შეიძლება ეს გაზვიადებულია, მაგრამ რაღაციდან ხო ამომავალი, ანუ იმ ერის რაღაცა ფსიქოტიპი არის, რომელიც რაღაცეებს უძლებს და შესაბამისად მე მგონია რომ აი ამ ბიუჯეტის გამო, ამ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გამო, მიუხედავად ამ ფინანსური სირთულეების, რაც შენახსენ და რაც თავარი იმ მოსახლეობის აღტკინების გამო, პუტინი ესე ვერ დაიხევს უკან, მიუხედავად იმისა, ხა იქ მოლაპარაკებების მაგიდაზე რა იყო, იმიტომ რომ რა იქნება, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ ეს მისი რეპუტაციული დანაკარგი იქნება და ეს აღტკინება შეიძლება თუ მან ვერ მიაღწია ამ მიზნებს, რაც მან დათქვა, ანუ 4 რეგიონის აღებას და იქ ნეიტრალიტეტს ეს სამომავლოდ მიუხედავად იმისა, რომ იქ ავტოკრატიული მართლობა, ეს შეიძლება შემოუტრიალდეს ეს ენერგია შიგნით მას საწინააღმდეგოდ. ანუ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ეს არის მინიმალური მოთხოვნები, ანუ მე გულისხმობ 4 რეგიონს, ყრიმს და პლუს უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს. ოღონდ მყარს, რა თქმა უნდა. ანუ ეს არის ესე იგი, ანუ ახალი კონსტიტუციის მიღება ახალი პრეზიდენტის ახალი ლეგიტიმური პირის არის ერთი რამ უკაცრავად ერთი გამახსენდა გუშინ Deutsche Welle-ს უყურებდი და ნუ საკმაოდ დიდი ხანი აჩვენეს ახალი წლის შეხვედრას რუსულ არხებზე და მთავარ არხზე 4 სამხედრო არ ნახეთ 2 მამაკაცი სამხედრო ფორმაში 2 ქალი სამხედრო ფორმაში შამპანურის ჭიქებით ხელში როგორ ლაპარაკობდნენ აი ზუსტად იმ გზნობებზე, რაზეც აი ხა თქვენ საუბრობდით და როგორ ესენი ერთი გუშინ Deutsche Welle აჩვენებდა საახალწლო საღამო იყო. საახალწლო საღამოზე აი შამპანურის ჭიქები უჭირავთ და ესეთი სათაურიც ჰქონდა სხვათა შორის იმპერიალიზმის შამპანურთან ერთად თუ რაღაცა ესეთი ზუსტად არ მახსოვს და ნუ აი როგორ რეებს რას ლაპარაკობდნენ. ამ შამპანურის ჭიქით ახალ წელს როგორ ულოცავდნენ სამხედროები ულოცავდნენ. ადრე ხო იყო საბჭოთა კავშირის ბავშვები ულოცავდნენ. გენდერული ბალანსის დაცვით. ხო, გენდერული ბალანსის დაცვით. 2 მამაკაცი იყო, 2 ქალი. და ესენი იყვნენ ნუ საშინლად აღშფოთებულები. ეს წამყვანები, ნუ აი ეს რას ქვია ესე. რაზე იმობენ. ახალი წლის ესე მილოცვა როგორ შეიძლება. და რუსეთია ხალხნო. ხო, აი ეს ვერ გაიგეს, რომ რუსეთია. კი ბატონებო, ეხლა უშუალოდ თქვენს სპეციალიზაციას ბატონებო, რა კი ხართ აღმოსავლეთ მცოდნე, ჩვენ კი ვსაუბრობთ აქ არქტიკაზე და ევროპის გეოპოლიტიკაზე მათ შორის და ნუ ვთანხმდებით ბევრ ამაში. ვთანხმდებით იმაში, რომ ამერიკამ თავისი უხეში ბრუტალური ძალა ჩართო, უკვე აღარ ერიდება არაფრის. შევთანხმდით იმაში, რომ ევროპა მხოლოდ დასუსტდება და ალბათ პირველად რამდენიმე საუკუნის თუ არა 1000 წლეულების განმავლობაში გამოეთიშება მთავარ აქტორებს, რომლებიც მოილაპარაკებენ სოფლიოს გადანაწილებაზე. წამყვანს ვერ ითამაშა. ყოველ შემთხვევაში წამყვანი ვეღარ იქნება. და ახლა კი მოდით ესე იგი აღმოსავლეთ შევეხოთ, ვინაიდან ძალიან საინტერესო პროცესია. აქაც იკვეთება, რამდენად სწორია ეს, რამდენად ვხედავთ უკვე, რამდენად შეგვიძლია იმის თქვა, რომ მაგალითად თურქეთი თავის პოზიციებს აძლიერებს, რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისლამური რესპუბლიკა ირანი მნიშვნელოვნად დასუსტდა და დაკარგა თავის გეოპოლიტიკური გავლენა რეგიონზე, რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისრაელიც ასევე თავის პოზიციებს აძლიერებს და მართალია ეს თუ არა, და ნუ რუსეთი ალბათ გამოეთიშება ამ თამაშს ახლო აღმოსავლეთში. ამ თვალსაზრისით მაინტერესებს ამერიკა თქვენი აზრით რას მოიმოქმედებს, შეიძლება თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დატოვონ ახლო აღმოსავლეთი თქვენი აზრით. აი პრინციპში ეს არის ამ საკითხების ჩამონათვალება. კი ბატონო, ძალიან სწორად დაიწყეთ და მეც რა თქმა უნდა პირველ რიგში თურქეთზე ვისაუბრებ, იმიტომ რომ ჩვენი უახლოესი მეზობელია, ჩვენი ისტორიული მეზობელია. კავშირები ყველანაირი ისტორიულად პირველ რიგში თურქეთთან გვაქვს და აი ეს ბოლო სიტუაცია სირიასთან დაკავშირებული თურქეთს რო გააძლიერებს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. იმიტომ რომ აი ეს ჩრდილოეთის რეგიონები, სადაც თურქეთს უკვე შეყვანილი ყავდა თავის ჯარები
თავისი პროქსი ძალებით. რა თქმა უნდა, ამ ქურთების საწინააღმდეგო მოქმედებებით და ერდოგანის პირდაპირ განცხადებები იმაზე, რომ არანაირად არ დაუშვებს რამე ქურთული სახელმწიფოს კი არა, რამე ქურთული გაერთიანების შექმნასაც კი ეს იმის მაჩვენებელია, რომ ის ბუფერი, ახლა აქაც ბუფერზე უნდა ვისაუბროთ, თუ დაიტოვა თურქეთმა და მე მგონია რომ დაიტოვებს და მე მგონია რომ იდლიბი, ალეპო და ამერიკის შეერთებული შტატები ამას თურქეთს ამაში ხელს არ შეუშლის, იმიტომ რომ მე მგონია ის ურთიერთობები რაც აქვთ უკვე ჩამოყალიბებული ტრამპს და ერდოგანს ეს ურთიერთობები თუ არ გაძლიერდება, ყოველ შემთხვევაში არ შესუსტება. გაწირავენ ქურთებს ამერიკელები? მე ასე მგონია რომ უფრო ანგარიშ გაუწევენ თურქეთს. ვიდრე ქურთებს. დიპლომატიურად ვიდრე ქურთებს. კი, ნამდვილად ესე მგონია, რომ ესე იქნება და ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ თუნდაც როგორც რეგიონული მოთამაშე რეგიონული სახელმწიფოს ძლიერი ძალის პოზიცია თურქეთის გაძლიერდება და ეს ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე თურქეთთან, ჩვენი სტრატეგიული კავშირიდან, ჩვენი ეკონომიკური კავშირებიდან, ჩვენი აი ეს ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული კავშირებიდან, რომელიც ჯერ კიდევ დემირელის ვიზიტით დაიწყო საქართველოში 92 წელს, უშუალო მომსწრე ვიყავ ყველა იმ ამბების და იმ ხელშეკრულებების, რომელიც მაშინ დაიდო. აი იმის მერე სულ აღმავალი მიდის ჩვენი ურთიერთობები თურქეთთან. ეს ძალიან კარგია. მე კარგად მახსოვს პირველად რომ გადავედით საზღვარს რომ გაიხსნა სარფი და რომ ნახეთ ის რეგიონები თურქეთის ის რეგიონები რომელიც იქ მდებარეობდა რიზე და სამსური და გირესუნი და უკვე 2 წლის მერე რომ ნახეთ იქ რა მოხდა. რამხელა ბუმი და ჩვენ პრაქტიკულად იმ საზღვრის გახსნა მააყვავა თურქეთის ეს რეგიონი. ნუ საბჭოთა კავშირის დაშლა, რა თქმა უნდა. ხო, იმას რაც მოყვა და ამას გახსნამ და ეხლა ამ დერეფრის მოქმედება ხო? მაგრამ ბატონო კოტე, მაქვს ესეთი საკითხი. აი ჩვენ ხედავთ რომ 2025 წელს ცოცხლდებიან იმპერიები. და არაერთხელ მიდგომს ამ გასემეში რომ ამ პროცესს შეეწირება ძალიან ბევრი ძალიან ბევრი რა, რამდენიმე სახელმწიფო შეეწირება, საერთოდ გაქრება პოლიტიკური რუკიდან. ეხლა ტრამპმაც ხო, ეს ახალი იმპერიის შექმნის სხვათა შორის ერთ-ერთი მოტივი შეიძლება იყოს ის ტრამპს ნახევრად ხუმრობით აქ ნათქვამი რომ ის კვლავ შეეცდება რომ იყაროს კენჭი უკვე მესამედ პრეზიდენტობის თანამდებობაზე და ამ ტერიტორიების რეინტეგრაციამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული შესწორებების განხორციელება კონსტიტუციაშიც. მოკლედ ეს იქით იყოს და აი ტრამპი აშკარად ახდენს თავისი იმპერიალისტური ის მინდა დავამთავრო ორი სიტყვით რეგიონზე, მინდა ისრაელს ვთქვა აუცილებლად და ირანზე. კი ბატონო. უბრალოდ ბატონო კოტე მე ის თქვა მინდოდა. ერდოგანსაც აქ ძალიან ღიად არც მალავს თავის იმპერიალისტური, ექსპანსიონისტური პოზიცია და პოლიტიკა. და მათ შორის ძალიან ხშირად თავის აი ამ გამოსვლებში ახსენებს საქართველოს ტერიტორიასაც. ასევე ახსენებს აბეზნეთის და ბულგარეთის ტერიტორიას, ოსმალეთის იმპერიას მოკლედ. აი აქ რაიმე ხიფათი ხომ არ არის. მე მგონია რომ რეალური ხიფათი ჩემი პირადი აზრია, რეალური ხიფათი აქ არ არის. თუნდაც იმიტომ აი რაც თქვენ ბრძანეთ რომ ახსენებს აბეზნეთის ტერიტორიასაც, ბულგარიის ტერიტორიასაც. მოკლედ პანთურქიზმი რომ ყოველთვის არსებობდა თურქეთში და ეს იდეები რომ ცოცხალია და რაღაცა ჯგუფი და ნაწილი მოსახლეობის არსებობს რომელიც ამას სიმპათიებით უყურებს, ეს ფაქტია. მაგრამ თუ ისევ რეალობას დავუბრუნდებით და მე მუდამ ვცდილობ რეალობიდან გამომდინარე ვისაუბრო, მე მგონია რომ უახლოეს მომავალში ესეთი საშიშროება ჩვენ არ გვემუქრება. მე ასე მგონია. აი ისრაელის რაც შეეხება ტრამპის ის განცხადება, ეხლა ტრამპის ბევრ განცხადებას აკრიტიკებენ ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ ბევრსაც კარგს ლაპარაკობენ, რომ აი თუ ჩემი ინაუგურაციამდე არ გაანთავისუფლებთ იმებს, რა ქვია, მძევლებს, ხამას რო უთხრა, საშინელ პრაქტიკულად ესე გამოვიდა, რომ მუქარასავით იყო, რომ საშინელ დღეს დაგაღრითოდა.
გამოდის რომ არ ანთავისუფლებს ეს ხამასი ამ ძევლებს, ყოველ შემთხვევაში აგერ ერთი კვირა დარჩა და მაგის პირი არ ჩანს. რომ ჰამასი ამას იქ ჩართულია, კარგად ვიცით, კატარიც ჩართულია, სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებიც, ეგვიპტეა ჩართული, მიმდინარეობს მუშაობა, რა თქმა უნდა და განცხადებებიც ისეთი ისმის, რომ აი თითქოს არის რაღაც პერსპექტივა, თითქოს არის. იმედი ვიქონიათ, რომ ეს მოხდება. თუ ესე არ მოხდება, ეხლა ტრამპის ადმინისტრაცია რომ ისრაელის უპირობო მხარდამჭერი იქნება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პირველ რიგში ისრაელის უპირატესად ისრაელის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, ეს ფაქტია. ეს არანაირად არ ნიშნავს, ჩემი აზრით, ახლო აღმოსავლეთიდან წამოსვლას. იმიტომ რომ ის კაპიტალი გინდათ ეკონომიკური, ნუ იქ სამხედრობაზე პრაქტიკულად ერთია, მაგრამ თუ გნებავთ სამხედრო, არა საუდის არაბეთის, კუვეითის, რომელიც ავღანეთიდან გამოსვლის დროს, რომელსაც ხმარობდნენ და ეხლა იქ არის. ასე რომ სულ წამოსვლაზე იქ საუბარი არ არის. ყოველთვის იყო ხოლმე საუბარი შესუსტებაზე და გაძლიერებაზე ამ ყოფნის. მაგრამ იმდენი კაპიტალია დაგროვილი მაგალითად სპარსეთის ყურის ქვეყნებში ყატარი უწინარესად, საუდის არაბეთი. ხო. და საუდის არაბეთი რატომ არის პასიური? ისეთი მტკიცე კაპიტალია, ჩემი აზრით, იდან ამერიკის წამოსვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. და საუდის არაბეთი როგორ ითმეს თურქეთის ასეთ გაძლიერებას? ნუ მანდ არის კიდევ ერთი მომენტი შიდა ისლამური სუნიტები არის ორივე. ხო, ორი ხო, მაგაშია საქმე. ირანის თუ დაემატება იქ. იქ უკვე შიიტური იქ უკვე შიიტური სუნიტური გამოდის და იქ არის იემენი. მოკლედ ეს ახლო აღმოსავლეთი როგორც იყო მრავალ წახნაგოვანი და ესე იგი მრავალსახიანი პოლიტიკის ადგილი ისევე რჩება და ამას ყველაფერს ემატება ისევ იქ დარჩენილი ენერგეტიკული ინტერესები ნავთობისგან, რა თქმა უნდა. ბატონო კოტეკ, ერთსაც კითხავთ ამ თემასთან დაკავშირებით. ნუ აშკარა რომ ირანი დასუსტდა. პრაქტიკულად არის მორყეული აი ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც ხიზბოლას გააჩნდა ერაყის ტერიტორიაზე, სირიის და ლიბანის ტერიტორიაზე. ლოგისტიკური არის შეწყვეტილი და ჩვენ ვიცით ამ ინფორმაციას არც ირანი მე მგონი შეგნებულად ავრცელებს, რომ ირანი ახლოს არის იმასთან, რომ შექმნას ბირთვული იარაღი. მაგრამ სულ ბორო განცხადება იყო სხვა შორის 2 დღის უკან გამოვიდა ირანის პრეზიდენტი ახალი და თქვა რომ ჩვენო არო ჩვენ მზათა ვართ მოლაპარაკების გაგრძელებაზეო ბირთვულ საკითხზეო ჩვენო გვაბრალებდენო რომ ძალიან ხისტ პოზიცია გქონდაო თუ წაიკითხეთ ეგ მაგრამ ჩვენო მზათა ვართ რომ გავაგრძელოთო და გვარს არ ვამბობთ გაგრძელებაზე მოლაპარაკების ამ საკითხზე აქედან გამომდინარე, უშვებთ იმას თუ არა, რომ ირანში შეიძლება მოხდეს რეფორმისტული ფრთის გაძლიერება, რომელსაც ამჟამინდელი პრეზიდენტის წარმოადგენს. ეს უკვე ითვლება, რომ უკვე რეფორმისტული ფრთის გარკვეულად გაძლიერებაა ეს ამ პრეზიდენტის პირობებში, ახალი პრეზიდენტის პირობებში და სხვა შორის ის ყველაფერი, რაც მოყვა ქალებთან დაკავშირებულ საკითხებს მე ლიბერალიზაცია და უკვე კადრებსაც თუ უყურებთ თეირანიდან ცოტა სხვანაირი კადრებია ხო ცოტა სხვანაირი კადრებია ვიდრე ადრე იყო თუნდაც აი ეს შეთანხმება კი რა თქმა უნდა იქ დაკავებული იქნა ის იტალიელი ჟურნალისტი განთავისუფლეს მაგრამ ძალიან ხარა მოხდა შეთანხმება და განთავისუფლება მისი ესეც რაღაც მაჩვენებელია მე მგონი მათ შემდეგ რაც მელონი ესტუმრა ტრამპს მალულ არგოში და ალბათ ამერიკელების ჩარევის გარეშე ეს არ მოხდებოდა მეც ასე მგონია ასე რომ მგონია რომ იქნება ისევ ეს ისეთი ადგილია ახლო აღმოსავლეთი მე ფართო აღმოსავლეთ რო ეძახიან თურქეთის და ირანის ჩათვლით აი მთელი ეს რეგიონი და არაბული ქვეყნები ისეთი ადგილია, რომ იქიდან ამერიკის წასვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. კი ბატონო, ოთო, ესე იგი გუშინდელ ინტერვიუში, თუ გუშინწინდელ ინტერვიუში ალიევი განრისხებული ლაპარაკობს სომხეთზე, ხუთჯერ ახსენა სომხეთი როგორც ფაშისტური სახელმწიფო. ისევ მედიაში, საინფორმაციო სივრცეში, ასე ვთქვათ, ვრცელდება ინფორმაცია მოსალოდნელი ესკალაციის შესახებ.
ომში ირანიც შესაძლოა, ირანს მყარი პოზიცია აქვს, რომ ზანგეზურის დერეფანი უნდა ეკუთვნოდეს სომხეთს, ექსტერიტორიული სტატუსი უნდა გააჩნდეს, როგორც გააჩნდა და აქედან არანაირი ცვლილება მისთვის ასურველი არ არის. როგორც ვიცით, აზერბაიჯანი პირიქით ითხოვს თურქეთთან ერთად ანგეზურის სტატუსის რევიზიას, ასე დავარქვათ და რამდენიმე დღის წინ რაც ლოკალურ შეტაკებასაც კი ქონდა ადგილი და თუ დაუკვირდებით პაშინიანი უფრო თავდაჯერებული გახდა, უფრო კატეგორიული გახდა მათ შორის რუსეთთან მისამართით და ოტეკაპის და პირდაპირ ამბობს, რომ დატოვებს ამ სტრუქტურას. სხვათა შორის იმიჯური ცვლილებაც არის, ანუ გაიპარს ეს წვერი. და გუშინ წინ არ იყო ევროპაში საკითხი რომ ევროპის საკითხი კი ბატონო, ანუ ევროპელებთან ევროკავშირში დავიწყოთ ევროკავშირზე შესვლის პროცედურა. ჩვენ რამდენად წინ ვართ. ძალიან კი ბატონო, მაგრამ აი ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი, მოწყვლადი სომხეთი, რომელსაც არანაირი არტერია საგზაო არ აკავშირებს უშუალოდ ევროპასთან. ეხლა ჩვენ ზღვის მეშვეობით მაინც გვაქვს რაღაც ისა, ხო? რეგიონი, ანუ შავი ზღვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შენი აზრით, აქ რა შეიძლება მოხდეს და რის იმედი აქვს პაშინიანს? ნუ ჩვენ იგივე ალიევი ვახსენეთ, გავიხსენოთ საქართველოს კონტექსტში, ხო, როდესაც ის საუბრობდა, რომ მაკრონის ყურები ჩანდა რაღაც ჩვენს აწუკვე ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში, ხო? და იგივე ყურები ჩვენ შეიძლება დაგვენახა ეს სომხეთის ასე ვთქვათ შეიარაღების საკითხებში და ალბათ არის ეს სომხურ-ფრანგული ურთიერთობა ის ხაზი, რომელიც შეიძლება ვთქვათ რაღაცის იმედებს აძლევდეს ფაშინიანს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც არის ასე ვთქვათ მოთელვითი ხასიათის, იმიტომ რომ 20 იანვრის მერე ძალიან ბევრი რამე მართლა შეიცვლება. ახლა ყველა ხვდება ამას, ხო, იქითა ბანაკი, აქეთა ბანაკი, ნეიტრალურები, ყველა ხვდებიან ამას და შესაბამისად ის ფაქტი, ვთქვათ, ევროკავშირს ამდენად ეცლება, ვთქვათ, სომხეთისთვის, ან თუნდაც საქართველოსთვის და როგორი ტიპის, ასე ვთქვათ, სუვერენობის რა ხარისხით შეძლებს ის საუბარს ამა თუ იმ რეგიონზე, ხო? ეს იქნება გადახედილი. მე ესე ვიტყოდი და შესაბამისად ეს ამ ჭრილში შეიძლება აზერბაიჯანმა ცადოს, რომ აი ამ ამღრეულ წყალში გარკვეული აზრით თევზის დაიჭიროს და ვთქვათ ცადოს კიდევ რაღაც ასე ვთქვათ ტერიტორიული თუ სხვა სახის დერეფანის როგორც მინიმუმ სარგებლის ბენეფიტების ნახვა, ხო? ესე ვიტყოდი, თუმცა ნუ ჩვენ რო გისმენდნენ ახლა უკაცრავად ძალიან ეწყდებოდა ბატონ უილსონს ძირითად კი რა ქვია სომხურლობის ამერიკის შეერთებულ შტატებში და საერთოდ სომხურლობის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნუ ეს მხოლოდ გასახარებო ჯო უილსონი როგორც ვაკვირდები გამოირჩევა ასე ვთქვათ არა გულწრფელი და ასე ვთქვათ ფინანსური ხალისებული კომენტარებით საქართველოსთან და სომხეთთან მიმართებაში შესაბამისად ეს ხოლმე მახარებდეს ამ შემთხვევაში. ნუ ესეთი ამბებია, მოკლედ ახლა ყველა ელის ამ 20 იანვარს და რა მოხდება ტრამპის მერე ჩვენ კონტექსტშიც მნიშვნელოვანი იქნება ეს, რომ რაღაცა არხები შეიძლება არსებობდეს იმისა, რომ ჩვენ ჩვენთვის რა არის? აი ნახეთ, ძალიან ბევრი აქცევს ეგეთ გარეგნულ რაღაც ნიშნებს ყურადღებას ზედმეს. მოიწვევს თუ არა პრემიერ-მინისტრს, ვინ ჩავა იქ ოცნებიდან. სხვათა შორის რადიო თავისუფლება, რომელიც იმედია წელს თუ არა მომავალ წელს დაიხურება ქართული ბიურო და ილონ მასკის იმედი მაქვს და რავის მან მის ვინაიდან ისინი აპირებენ ამ მედიისთვის ეგრეთ წოდებული მედია ქსელებისთვის დაფინანსების მკვეთრ შემცირებას გუშინ დადო ესეთი რაღაცა რომ ქართული ოცნებიდან არ არის დაპატიჟებული, სამაგიეროდ არის დაპატიჟებული მოწვეული ქალბატონი სალომე სულაბიშვილი ვილსონის მიერ. ანუ ნახეთ, ესე იგი ჯერ ერთი საერთაშორისო პრაქტიკაში მსგავსი რამ არ ხდება. აი ბატონი კოტე არის დიპლომატი და ანუ ის საშუალება რომ დეზინფორმაცია მოვახდინო. ამერიკის შეერთებული შტატები არის იმპერია.
თავის თვითკმარი არ სჭირდება არც ერთი უცხოელი პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის დასრება. ესწრებიან ელჩები, ესწრება დიპლომატიური კორპუსი, გუბერნატორები. პირდაპირ ხო თქვა ზელენსკიზე რომ მე არ დამიპატიჟია და თუ ჩამოვა მივიღე. ამერიკაში ისტორიულად ის მოიწვია ერთადერთი ეს სიმბოლო ეს იყო სი ძინპინი, მაგრამ სი ძინპინის ეს იყო აი მოდი იმპერატორის კორონაციაზე. ის არჩევი. თუმცა იქ არის რამდენი თავის ტოლი. ბუკელი, რა თქმა უნდა. ორბანი და ბუკელე და ბუკელეც არის. ორბანიც არ არის და არ ჩადის ხო თუ დაპატიჟებული არ არის ორბანი. ანუ ეტიკეტის მიხედვით არის, აი ეს ხდება. თორე ეროვნული დღესასწაულივით არის უფრო. რა თქმა უნდა, შიდა დღესასწაულია. მოკლედ თავისი ის არის, დღე არის. ამ თვალსაზრისით ბევრი აი ამ რაღაცას გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აი მოხდა ინაუგურაცია და რა უნდა შეიცვალოს. აი რა შეიძლება შეიცვალოს? რას ველოდები ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ჩვენც ასიკეთოთ შეიცვლება. ანუ საკუთრივ ინაუგურაციის ცერემონიას გულხილო შემდეგ. აი ტრამპი შევიდა, სერტიფიცირებული არის, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს გარკვეული არხები, რომელიც ჩემი აზრით უნდა გამოყენებული იქნას და ალბათ არის ამაზე მუშაობა, რომელთაც შეგვიძლია მასზე გასვლა. ხო, ეს არის იგი ორბანის არხი, რომელიც თანაც როგორც ტრამპსა და ისე ჩვენ ხელისუფლებას აქვს ხშირი ურთიერთობა, ხა ის მარალაგოშიც ხშირი სტუმარია და ორბანი საქართველოსთან მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა. აქ ყოველ შემთხვევაში ის მწვალებლობა, რაც ხა ჩვენ ბოლო 3 წელი ამ უაზრობაში გავატარეთ, აქ ჩვენ გენდერების რაოდენობას ვითვლით, ეს აღარ იქნება ცხადია, თუმცა მე ღირსების აღლუმების მე არ გონია რომ ტრამპმა საქართველოს ხელისუფლებას ზეწოლისთვის გამოიყენოს მაინც და მაინც NGO სექტორი, თუ რაიმე ზეწოლა იქნება და ალბათ ეს შეიძლება ანაკლიის სპორტს უკავშირდებოდეს, ეს გააჩნია ამერიკა და ჩინეთი რაზე და როგორ დალაგდებიან, ეს მოხდება პირდაპირ დიპლომატიური მინიშნებები და ყოველგვარი თქვათ NGO ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ეს NGO კონტინგენტი კი ცდილობს რაღაც ტრამპის ქოლგის ქვეშ გადააწყოს თავისი რიტორიკა და ხა იქ თქვათ ბიძინა ივანიშვილი პროირანულ დიქტატორად აცხადებენ ლამის ხო თუ რაღაც სისულელებს ლაპარაკობენ. ანუ ეს ხაზი არ მგონია, მე მგონია რომ ტრამპი მაინც რაღაცებს პირდაპირ იწვის და მეორე კონტექსტიც ხადია რაც წეგანაც ვახსენეთ არის უკრაინის კონტექსტი რაზე და როგორ დალაგდება. დალაგება ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესე ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ 6 თვეც დაასახელა თუ ზუსტად მახსოვს ტრამპმა, რომ 6 თვეში შეიძლება. და აქ ლოგიკური იქნება, რომ შეიძლება მისმა წარმომადგენელმა უკრაინაში 1 წელი. ისა 100 დღე. ხო, თუმცა აქ რაზე არის საუბარი, ახლა იქ თუ არ მგონია რომ პუტინი მაგალითად დათანხმდეს ახლანდელ შეხების ხაზზე გაყინვის კონფლიქტის, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ ის ვერ იღებს ხო კურსკს რომ თავი დაუნებოთ იმ ტერიტორიას ვერ იღებს და მე არ მგონია რომ უკრაინამ ზელენსკიმ კიდევ გაიუარესოს ვითარება და თქვას რომ ეხლა სოფლიოში მოდი მშვიდობა იყოს და იმ დონეცკიდან და თქვათ დანარჩენი 3 ტერიტორიიდან ლუგანსკი თითქმის აღებული აქვს რუსებს გავიყვან ჯარს ხო რომ იმიტომ რომ ეს იქნება რაღაც კაპიტულანტის უფრო მეტ ასე ვთქვათ წარმოაჩენს მას კაპიტულანტად უფრო მეტად შესაბამისად შეიძლება მოხდეს ისე რომ გაიწევოს ეს მოლაპარაკებები ამასობაში წავიდნენ ან შეიძლება მოხდეს ისე რომ 2 თვის განმავლობაში უკრაინამ დათმოს დანარჩენი ტერიტორია ხო და ამ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის პარალელურად რუსეთმა აიღოს თქვათ მე ამ თეორიას უშვებ თეორიული დაშვება 4 ტერიტორია და შემდგომ ამისა მოხდეს აი ამ რაღაც ჰიპოთეტურ ხელშეკრულებაზე, სადაც ნატო ცხადი არ იქნება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პაკეტში დიდი ალბათობით მოყვებით ჩვენ და მე მოგვიწევს ბევრ რაღაცაზე, ფიქრი რაზეც ბევრი ადამიანი ფიქრობს, მაგრამ უკვე რაღაცეების კიდევ უფრო მეტად საჯაროდ მის დროც დადგება. მე მგონია თუ შეიძლება დავამატებ ორ სიტყვას, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ცნობილი ამბავია, რომ პირდაპირ სამშვიდობო ხელშეკრულება არ იდება, ჯერ ხდება ცეცხლის შეწყვეტა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, როდის მოხერხდება შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და ამ ცეცხლის შეწყვეტის შედეგად რა პოზიციებზე დარჩებიან უკრაინა და რუსეთი. შემდეგ არის ტყუების გასვლა. შემდეგ იწყება უკვე ის და ყოველთვის ეს ასე ხდება და სხვანაირად არ ყოფილა და მე მგონი არც მოხდება, იმიტომ რომ ეს ბუნების წინააღმდეგ
ომის ბუნების მართალია და კონფლიქტის ბუნების, მაგრამ ამის წინამდე წასვლა იქნება, ვისაც მეტი აქვს მოპოვებული ტერიტორია და ვინც უკეთეს მდგომარეობაშია, ის კარნახობს თავის პირობებს სამშვიდობო, საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებაში. ეს ასე იყო და სამწუხაროდ ეს ჩვენც გამოვცადეთ 2000. კი ბატონო, ბატონებო, ბოლო კითხვა მაქვს და დავასრულოთ გადაცემა. ესე იგი, აი ბატონმა დასაწყისში გადაცემის, პრაქტიკულად კვინტესენციური რამ თქვა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთ ვითარებაში, რომ გარედან ვაკვირდებოდეთ ამ ცვლილებებს, დრამატულ ცვლილებებს, რომელსაც ტექტონიკური ხასიათი აქვს, გლობალური ხასიათი აქვს, მსოფლიო წესრიგი, ახალი მსოფლიო წესრიგი იბადება, ახალი მსოფლიო იბადება და ვილაპარაკეთ ახლა იქ გრენლანდიაზე, იქ ტრამპის პრეტენზიებზე, რომელსაც უცხადებს კანადელების მისამართით, მექსიკელების მისამართით, პანამაზე აცხადებს, იქ მოკლედ უკრაინა რუსეთის ომი, აქ სომხეთ აზერბაიჯანის განახლებულ ესკალაციაზე ამოსავლოდნელ ახლო აღმოსავლეთში ქვეყანა არ არის, რომელიც პირდაპირ ან ირიბად არის ჩართული კონფლიქტებში, აქ ჩვენ არ გვისაუბრია, რომ ავღანეთსა და პაკისტანს შორის არის კიდევ იქ სამხედრო ჯარების შეტაკებებია ლოკალური და ძალიან სახიფათო და ამ დროს ერთადერთი ქვეყანა რომელიც არ არის კონფლიქტებში დგას აქ 500-400 კაცი საღამოს 8 საათიდან თითქოს ის აქვს რაღაც ხო რიტუალი და ესე იგი ეს ჩვენი ალიერმა შენ თქვი მაკრონის ყურებზე და ჩვენ ცოცხალი ესე იგი ორგანიზმი გვაქვს საფრანგეთის მოქალაქე რომელიც თავისი შტანდარტიც კი თავისი შტანდარტი შეუკერია თავისთვის აცხადებს ხო რაღაცა ატარებს ბრიფინგებს თავს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტად ანუ აქ უკვე ცირკი კი არ არის აქ უკვე კლინიკასთან გვაქვს საქმე მაგრამ ეს ხელოვნური ესკალაცია ამ ვითარების როდემდე უნდა გაგრძელდეს და რა მიზანს ემსახურება? მოდი დაიწყე შენ და ბატონო. ხო, ნუ ეს მიზანი ცხადია იყო საქართველოს ომში ჩართვა. მოსახლეობის ნაწილში, რომელიც ეგრეთ წოდებულ შუაში სტატპოზიციონირებს, შეიძლება ეს ნარატივი რაღაცა დამღლელიც არის, რომ აი ომია და ჩვენ მშვიდობის წერტილი ვართ და ან როდესაც ხა ოთახში ჰაერი არ არის და ჰაერს შემოუშვებ ვიღაცა მადლობას გეტყვის, მაგრამ მე რო ახსენებ, რომ აი ჰაერის შემოუშვი, ის ამბობს, რომ ეხა მოდი თქვათ ოთახი დავალაგოთ და მივხედოთ შიგნით საქმეს. თუმცა ხელისუფლებას როგორც წესი აქვს უფრო მეტი, როგორც წესი კი ესეა ხო, უფრო მეტი ოპერატიული საერთაშორისო და დაზვერვითი ინფორმაციები, რომელიც იმ საფრთხეების შესახებ გვეუბნება ხო რომ ეს საფრთხეები არ არის და ვისაც არ აქვს ეს ინფორმაცია ხო ხედავს რუკას ხო ხედავს ანუ ჩვენ ანუ იმანაც გვიშველა შეიძლება ვთქვათ რომ არის ეს ინტერნეტის ხელმისაწვდომობა როდესაც იგივე ტელეგრამ არხებზე აი პირდაპირ მართლა რასაც ჩვენ ადრე უყურებთ ფილმ ამერიკულ ბლოკბასტერებში იქ ხედავთ რეალურ ცხოვრებაში, ხედავთ ატირებულ მშობლებს და გარდაცვლილ და მოკლულ ბავშვებს და ნუ კიდევ მრავალ სცენას და ხა ადამიანი რომელიც ხვდება რომ შენ და უკრაინა ერთ კონტექსტში ხარ და შენი მთავრობა გეუბნება რომ შენ რაღაცას წირავენ, ხო? ფიქრობ რომ აი ამის ანუ ის ვიზუალური, ანუ მოკლედ counter strike-ის მოთამაშე ტიპებმა რომ გადაწყვიტეს რომ ხა ჩვენ უნდა ვიომოთ მოსახლეობის დიდმა სეგმენტმა ხო რომ ეს counter strike-ი კი არა, ეს მართალია, იმიტომ რომ რაღაცეებს მე ვხედავ ჩემი თვალით, ანუ ინფორმაციული ეპოქის სიკეთეები მე ესე ვიტყოდი, ქართულმა საზოგადოებამ კარგად აითვისა თავის დაცვისთვის. როდემდე გაგრძელდება ეს ცხადია, ეს არის 20 იანვრამდე ეს იქნება ფაზა, იქ გავიხსენოთ იგივე გახარიას და სააკაშვილის ნათქვამი. მე რო თქვა 20 იანვრამდე უნდა მოესწროს 99%-ით ვეღარაფერი ვეღარ მოესწრება, თუ რაღაცა სწავლი არ მოხდა. და ნუ რაც შეეხება სალომეს ახალი მასში ჩვენ შეგვიძლია გარშემო ფსიქიატრიული შემოუშინოთ თანდათანობით და რაღაცნაირად იზოლირება მოვახდენოთ ისედაც საჭირო იყო მისი იზოლირება ქართული საზოგადოებისგან ისედაც იზოლირებულია ეს მენტალურად და ფიზიკური დონეზეც გადავიყვანოთ. იმიტომ რომ აბსოლუტურად გაუგებარია, ესე იგი პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღეს დაფინანსება. ოფიციალურად უარი არ უთქვამთ, ხო? ეს არის ირიბი ამ პირდაპირ ლეგიტიმაციის აღიარება, არჩევნების შედეგების. პრეზიდენტმა ყოფილმა დატოვა რეზიდენცია. ხო. ეს არის ასევე არჩევნების და ახალი პრეზიდენტის აღიარება. ხო.
ეს ხო არ შეიძლება ეს მარაზმი გრძელდებოდეს უსასრულოდ. და კიდე ევროპელების ორმაქ სტანდარტებზე და მათ რაღაც აი ამ პირმოთნეობაზე მეტყველებს რა. ჩვენ იცით როგორ ერთი ხელის მოსმით საკონსტიტუციო სასამართლომ რუმინეთის გააუქმა პირველი არჩევნების შედეგები. საერთოდ გააუქმა. ხა დანიშნეს მეორე არჩევნები. საერთოდ გააუქმა იმის გამო რომ ერთ-ერთი კანდიდატი იყენებდა TikTok-ს. ანუ ვიღაცებმა TikTok-ის ვიდეოების გამო გააუქმეს არჩევნები. ჩვენ იცით როგორ დამთავრდა მოლდავეთის საპრეზიდენტო არჩევნები. ანუ ოფიციალური მონაცემების თანახმად სანდუმ წააგო მოლდავეთში თავის ტერიტორიიდან და ეს უპრეცედენტურად აი რუმინეთში მოხდა. რუმინეთისგან სწავლობენ როგორც ჩანს ეს 8 წლის წინ, როდესაც ესე იგი სათვისტომოების ან უცხოეთში გახსნილი უბრების მეშვეობით მოიგო არჩევნები. ამ არჩევნებზე ესე იგი ევროპელები აღიარებენ. არა, ჩვენსაც აღიარებენ. პრაქტიკულად აღიარებულია გენერალური მდივნის ჩამოსვლა აღიარება იყო. რა თქმა უნდა. აგერ გუშინ გაცულ რამშტაინის შეხვედრაზე, სადაც ყველა ნატოს ყველა სახელმწიფოს და კიდე სხვა სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები იყვნენ, ჩვენი თავდაცვის მინისტრის დიკიჯდა და სხვებთან ერთად მსჯელობდა და ვის წარმოადგენდა ჩვენ თავდაცვის მინისტრი ამ რამშტაინის შეხვედრაზე თუ არა ლეგიტიმური მთავრობაა გამაგებინი. მე მგონი მთავარი მაინც ის არის, რომ ჩანს რომ მიდის ნელ-ნელა ეს მცირდება ეს მუხტი გაურკვეველი ის რა ქვია პროტესტის და რაც მთავარია არ აქვთ რესურსი არ არსებობს იმის რომ ეს პირიქით კიდე უფრო გამწვავდეს გაიზარდოს და რამე სხვა უფრო სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანი არის ეკონომიკა, ტურიზმი, ეს ყველა ის ახლა. მაგრამ ეს ტურიზმიც ახლა ხო ნახეთ გუშინ სპეციალურად გამოვიდნენ ყველა მთის კურორტების წარმომადგენლები და სასტუმროში ადგილი არ არის და საბაგიროზე ადგილი არ არისო და ახლა ზამთრის სეზონია და აგერ ოლიმპიადა გაიმართება, აგერ იწყება ახალგაზრდული ოლიმპიადა და ასე რომ ქვეყანაში უფრო მეტი არის მაჩვენებელი იმის რომ მიდის ყველაფერი დაწყლარებისკენ და სტაბილიზაციისკენ, ვიდრე არავისკენ და გამწვავებისკენ და კრიზისისკენ, როგორც არის პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური კრიზისი რო აღარ არის ფაქტი არ ჩანს ყველა მხრიდან. კი და თან აქ მნიშვნელოვანია რომ ეს მაინც ვთქვათ ბოლოს რომ ამ გადაწყვეტილებით რეალურად შარშანაც მოხდა ორ შემთხვევაში ხელისუფლება მაჩვენა რომ თუ უწინის იყო ვთქვათ მოპასუხე და რეაქციულ რეჟიმში ამ შემთხვევაში კანონის შემოbrunებით და 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ის იყო აქტიური პოლიტიკური პროცესის დამკვეთი და რაც თავარია ყოველ კვარტალური შანტაჟი რომ ჩვენ ევროპაში ევროკავშირში არ გვიღებენ იმიტომ რომ ყავს რუსეთის ხელისუფლება ხო ანუ ამისი ბიუროკრატიული მექანიზმი ამ გადაწყვეტილებით რომ ჩვენინებით არ შეგვაქვს ხო 30 წლამდე ხო და ამითი გამოეცალათ მას ეს საფუძველი და თუ ვინმეს დღესვე უნდა ჩვენი შეშება ნიუანსი რომ მაიმუნი აბეზიანა არ იქნება ბოლო იყო კი ბატონო, უგროსი მადლობა ბატონო დღევანდელი საუბრისთვის, ანალიზისთვის, შეფასებებისთვის, თვითფასო მაყურებელო და მსმენელო გემშვიდობები დროებით, მოვალ პარასკევამდე ორშაბათს კი 2 საათზე გურამ ნიკოლაშვილი იწყებს თავის შუალღის პოლიტიკას, ახალ სეზონს ამ გადაცემის. კარგად გრძანდებოდეთ, გემშვიდობებით.